ხალხი ამ მანქანაზე გიждდება და ამბობს მინდა ვიყიდო რიგებში დგას. აქ სამწუხაროდ არ ჩანს, მაგრამ კარგად რომ შევხედოთ შიგნით. რატომ აი ეს? რაღაცა ხმა მესმის. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. მოგესალმებით მეგობრებო China Cars.G. როგორც ხედავთ, რატომღაც ისევ ვიმყოფებით პარკინგზე, სადაც დგას უამრავი ბრენდი ტანკი. თუ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ ისევ ვიღებთ ავტომობილს ბრენდით Xiaomi. როგორც ვიცით, Xiaomi-ის გადაღება საკმაოდ რთულია სალონში. სალონის გადაღება არ შეიძლება, გარედანაც არ შეიძლება გადავიღოთ საერთოდ რომ ეს ხდებოდა მის სტორის წინ. ამიტომ ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ China Cars-ისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის, ვიშოვეთ ავტომობილი, წამოვიყვანეთ სხვა პარკინგზე და ჩუმად ვიღებთ. ეს არის Xiaomi SU7-ის გასაღები მეგობრებო. Xiaomi SU7 კონკრეტულად ავტომობილი, რომელიც დღეს გვყავს მიმოხილვაზე, ეს არის ვერსია Pro, რომელიც ჩინეთში ღირს. კონკრეტულად ეს ავტომობილი $32,000. არსებობს სტანდარტი, უკანა წამყვანით, ერთმოტორიანი ეგრეთ წოდებული, რომელსაც აქვს 299 ცხენის ძალა, რომელსაც აქვს 73.6 კილოვატიანი ელემენტი და შეუძლია გაიაროს 700 კილომეტრი ერთი დამუხტვით. ეს ვერსია Pro ისევ და ისევ უკანა წამყვანით ერთმოტორიანი, რომელსაც აქვს იგივე 299 ცხენის ძალიანი ელემენტი, მაგრამ აქვს 94.3 კილოვატიანი ელემენტი და შეუძლია გაიაროს უკვე 830 კილომეტრი ერთი დატენით. ხოლო ყველაზე სერიოზული, ყველაზე მაღალი ვერსია, ეს არის ვერსია Maxi, რომელიც არის 4x4-ზე, ორმოტორიანი, რომელსაც აქვს 673 ცხენის ძალა, რომელსაც აქვს 101 კილოვატიანი ელემენტი, მაგრამ 800 კილომეტრი რენჯი. ეხლა კი გადავხედოთ ამ ავტომობილის ექსტერიერს და ვნახოთ თუ რა გვაქვს Xiaomi SU7-ში. მოკლედ. გრძელი სედანი მეგობრებო, ეს არ არის liftback-ი, გრძელი სედანი, სადაც შეგვიძლია მივიღოთ როგორც ყველა Xiaomi-ში, შევიძინოთ მაგალითად სტანდარტული კომპლექტაცია და შემდეგ დავამატოთ რაღაცა ოფციები დაწყებული მაცევრიდან, დამთავრებული დიდი საბურავებით, კარბონის სარკეებით, კაბებით ქვეშ და ასე შემდეგ უამრავი სხვადასხვა კონსტრუქტორებით შეგიძლიათ დააწყოთ ეს ავტომობილი. რაზე არის საუბარი ამ ავტომობილში? ძალიან ლამაზი, მე რომ მკითხოთ, ძალიან ლამაზი შეფარდება აქვს ინტერიერის და ექსტერიერის და ინტერიერის ფერებს ერთმანეთთან. კონკრეტულად ამ ავტომობილზე გვაქვს 19-იანი დისკები და წამოდით ვნახოთ თუ რა ხდება წინ. გრძელი წინა ნაწილი YU7-ისგან განსხვავებით. მისი ოპტიკა არის მთლიანი, შუაში გაყოფილი ვარიანტი იყო YU7-ში. აქაც შუშა, ერთი მთლიანი შუშა. და აქ რა თქმა უნდა არის წინა შუქი. იგივე ჰაერის გამავალი კანალები. მართლა რომ გითხრათ, ბევრი ზედმეტი მოსაყოლი ამ ავტომობილში ექსტერიერში არ არის, იმიტომ რომ თქვენც ხედავთ თუ რას წარმოადგენს ეს ავტომობილი. ჩანს ზევიდან ეს არის ათერმალური სახურავი. ზოგიერთ ეგონება რომ სახელური არის მოსაკაჩი, სინამდვილეში არა, უნდა შეყოთ ხელი, შიგნით დააჭიროთ. აი ესე შეყობთ, დააჭერთ და კარები ისვრის იღება. რა თქმა უნდა, კარებს არ აქვს ჩარჩო, რა თქმა უნდა. შემდეგ მოვუახლოვდეთ უკანა ნაწილს. აქ სამწუხაროდ არ ჩანს, მაგრამ კარგად რომ შევხედოთ შიგნით, აქ დავინახავთ, რომ ეს არის სტანდარტულად ვენტილირებადი სამუხრუჭე დისკები, წინაც სტანდარტულად ვენტილირებადი სამუხრუჭე დისკები. თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დაამატოთ ამაში Brembo-ს
ვენტილირებადი ნაჩვენებიანი დისკები, დიდი საბურავები როგორც გითხარით და კიდევ უამრავი რა. განვაგრძოთ ოპტიკა, რომელიც იწყება პრაქტიკულად 1/4-ზე უკანა ფრთის, თლიანად ერთ სტილში არის შექმნილი, იწყება ერთი ფრთიდან, თავდება მეორე ფრთაზე, ხოლო უკანა საბარგულის კარებზე არის შუა ნაწილი, რომელიც საბარგულთან ერთად ადის ზევით. ქვევით კი შავი მონაკვეთი, რომელიც პრაქტიკულად არც ერთ SUV-ში არ მინახია, რომ იყოს ფერში ამასთან. ყოველთვის განსხვავდება ქვედა ფერი. პრინციპში დიზაინის ელემენტია, პრინციპში უხდება. უკან კამერა და აქედან უკვე კარგად ხედავთ ათერმალურ სახურავს. სატენი პორტი, რომელსაც ახალია თითი და ისევ ავიდა ზევით. Xiaomi-s საფირმო სტილი რას ნიშნავს? გონია რომ ერთი ხუფი დავკარგეთ? არა, არ დაგვიკარგია ერთი ხუფი, იმიტომ რომ მისი ხუფი არის უნივერსალური. აწერია up, ანუ უნდა იყოს ესე და მეორე მხრიდან ამოვატრიალებთ, აწერია up უკვე ამოვატრიალოთ. რაზეა საუბარი? ტენით ნელი პორტით დაფარეთ სწრაფი პორტი. ტენით სწრაფი პორტით შეგიძლიათ დაფაროთ ამოვატრიალოთ up ნელი პორტი, ანუ ეს არის უნივერსალური ხუფი, რომელიც დაიცავს ამას ყველაფერს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, როდესაც ეს იხურება, აქ აქვს რეზინის დამცავი, ესეთი რეზინა აქვს, ამიტომ სადაც არ უნდა ეყენოს ეს პორტი, წყალი შიგნით არ ჩავა, არ გჭირდებათ ორი ზედმეტი რეზინის ხუფი, ერთიც ყოფნით უნივერსალური. მოკლედ, ესე, ეხლა კი შევხედოთ თუ რაზეა საუბარი ამ ავტომობილის ინტერიერში. უკან ამ ავტომობილზე გვაქვს ფრთა, რომელიც ამოდის და ჩადის. ეხლა დახურულია, ამიტომ დამოვიწყდა რომ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ ეს ფრთა აქ არის. წამოდით ვნახოთ რა ხდება ინტერიერში. ვაღებთ კარებს და ვცდილობთ ჩავეტიოთ შიგნით. საკმაოდ დაბლა არის ავტომობილი და უნდა ჩემზე არ არის მორგებული, უნდა ჩავძვრე პრაქტიკულად ავტომობილში ვწევარ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ მინდა თავი დავარტყა სახურავს, ავტომობილში უნდა ვიწვე. ანუ ნიუანსი, ან ზევით ავარ და ვეღარ ვხედავ, ან ვწევარ და ვარ ქვევით. თუ მინდა რომ საქარე მინა მქონდეს შუაში და კომფორტულად ვხედავდე, უნდა ვიყო ნახევრად წოლიარე პოზაში. დავიწყოთ, რა გვაქვს ავტომობილში. ავტომობილში გვაქვს სასიამოვნო ინტერიერი, ქვევით ალკანტარა, ზევით ტყავი, კარებზე შუაში ალკანტარა, შემდეგ ნატურალური ხე, შემდეგ ტყავი. ფერში ალკანტარა და ტყავი ერთია, მაგრამ კარგად ახლოდან შეხედოთ, შეამჩნევთ რომ არის განსხვავება. ქვევით არის რაღაცნაირი რბილი რეზინა, მაგრამ რაც არის საჭის რეგულირება. კონკრეტულად ამ ვერსიაში დავათვალიეროთ, ეს არის მექანიკური საჭის რეგულირება, საკმაოდ დიდი არეალი აქვს მოძრაობის, თუმცა იცით, გამოწევა-ჩაწევის დროს რაღაცა ხმა მესმის და ეს ხმა არის იმ ტყავის საფარის, აი ამის. აი ნუ როგორ შეიძლებოდა ესეთი რაღაცის გაკეთება, არ ვიცი, მაგრამ გააკეთეს და მოძრაობის დროს ეს იკეცება. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად თუ ბევრჯერ იქით-აქეთ ამას დაარეგულირებთ, აუცილებლად გაიხევა. აი შანსი არ არის არ გაიხეს. იმ დონეზე ხახუნობს და იმ დონეზე იწელება, რომ გაიხევა, დარწმუნებული ვარ, გაიხევა აუცილებლად. მარცხნივ, როგორც ყოველთვის, შუქი და ასე შემდეგ. მარჯვნივ კი სიჩქარეების გადასართავი, სიჩქარეების კოლოფის გადასართავი. ზევიდან აქვს შავი ფერის ნაჭრის სახურავი. ეხლა ვნახოთ რა ხდება შუაში. რა ხდება შუაში? თუ გვინდა და არ გვაქვს master account-ი ტელეფონზე და Bluetooth გასაღები გაკეთებული, აუცილებლად უნდა გქონდეს ბარათი და რომ დავიძროთ ავტომობილიდან და ჩავრთოთ ავტომობილი, ბარათი უნდა იდოს იქ, სადაც გვაჩვენებს ეკრანი. ანუ დავდევით ბარათი აქ. ბარათი იცნო, ავტომობილი ჩაირთო. დავხუროთ კარები და ვნახოთ ადგილი. ფეხებისთვის მშვენიერი ადგილი მაქვს, კონსოლი არის ზევით, ეს არის ნატურალური ხე და დავარქვათ ამას ლაკირებული პლასმასი. აქვს კნოპკა, რომელსაც აწერია start, stop, ანუ ლოგიკურად ეს ავტომობილი
ღილაკის გარეშე, უკაცრავად კნოპკისთვის, ღილაკის გარეშე ეს ავტომობილი არ ჩაირთვება. უნდა დავაჭიროთ, გაითიშა, დავაჭირე, ჩაირთო. მოდით რა გაჩვენოთ კიდევ. წინ, რასაც ეძახიან ჩვენთან სპიდომეტრს, 4-კუთხედი ეკრანი, სინამდვილეში გათიშვის დროს ამოტრიალდება და გვაჩვენებს უბრალოდ ლოგოს. აი, შეხედეთ. 1, 2, 3. ამოტრიალდა, დარჩა Xiaomi-ის ავტომობილის ფორმის ნახატი. ჩავრთოთ, მოტრიალდა და ისევ არის დისპლეი. ანუ ეს ავტომობილი აუცილებლად უნდა დავქოქოთ, ასე ვთქვათ. შემდეგ, პატარა სარკე, რომელსაც გარედან ვიზუალურად არ ეტყობა, მაგრამ სინამდვილეში ჩარჩოები აქვს. ეს არის დიდი დაკიდებული მფრინავი ლევიტირებულს რო ეძახიან თუ არ ვცდები შუა კონსოლი, სატენი პორტით, კი ბატონო, აქ ტელეფონი დაიდება და დაიტანება 50 ვატიანი როგორც ვიცით. რაღაცეების ჩასაყრელი საჭიქეები, 1, 2 და ვნახოთ რა ხდება armrest-ში. ღრმა არის, იმიტომ რომ ამ armrest-ში კონკრეტულად ამჟამად დევს 1, 2, 3, 3 ესეთი მოგატყუებთ. კი ბატონო, 1, 2, 3, აქ ჩაეტევა 4 ესეთი ბოთლი. საკმაოდ ღრმა არის, ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ავტომობილში უკან მაცივარი არ გვაქვს, იმიტომ რომ მაცივრის შემთხვევაში ეს ვერ იქნება ღრმა. ღილაკი კიდევ კარგი. Xiaomi-მ თავის დროზე მოიფიქრა და გვაქვს გასაღები ღილაკი. გავაღეთ, დავხურეთ, არ გვჭირდება მენიუდან ძრომიალი, იმისთვის რომ ჩავძვრეთ ამ ადგილში. მოკლედ, ვზივარ ჩემთვის მორგებული სავარძლით, ხელი ჩამოვდევი საჭესთან, ყველაფერს ვხედავ, კიდევ კარგი არ მაქვს დიდი blind spot-ები და ვნახოთ თუ რა იქნება ჩემს უკან ამ ავტომობილში. გადავიდეთ და ვნახოთ. ვნახოთ თუ რა ხდება, როგორ ვზივარ ჩემს უკან მორგებულ სავარძელზე. არ დავხურავ კარებს იმისთვის, რომ არ წავიდეს სავარძელი წინ, ვნახოთ რა ხდება უკან. აბა, ჩავჯდეთ. ესე იგი, რას ვამჩნევთ პირველად? პირველ რიგში ვამჩნევთ იმას, რომ არის უკანა სავარძელზე, უკანა ნაწილი საკმაოდ უხეში, თლათ უხეში არა, მაგრამ არანაირი ტყავი. იცით, იმ დონეზე გადაკრულია, შეიძლება იყოს ტყავის სტილის შემცვლელი მასალა, მაგრამ გრძნობა აქვს როგორც პლასმას. მოკლედ, არ დაისრება, არ გაიჩხაპნება, მაგრამ მოსაკიდებლად არც თუ ისე სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, გვაქვს აქსესუარების სპორტი, სადაც მაგალითად შეგვიძლია დავაყენოთ მონიტორი, როგორც ვიცით, ამ მანქანაში ბევრი აქსესუარების შეძენა შეგვიძლია. ფეხებისთვის ადგილი ნორმალური, ჩავიწიოთ, ჩავწვეთ ნორმალური, საკმარისი, მაგრამ გადმოსვლის დროს თავი უნდა დახაროთ, იმიტომ რომ დაარტყავთ თავს აქ ყოველ შემთხვევაში თუ ხართ ჩემნაირი სიმაღლის. ვნახოთ, იქიდან უფრო კარგად გამოჩნდება, რა არის უკანა რიგში. ესე იგი, უკანა რიგში დავხუროთ კარები, პირველ რიგში შევამოწმოთ, როგორი გვაქვს armrest-ი. წარიელი, არაფერი ამ რასში არ არის, არის უბრალოდ 2 საჭიქე და საკმაოდ მყარია, არ მაქვს შთაბეჭდილება რომ გატყდება. კი ბატონო, ეს არის სულ მთელი ამის armrest-ი. რა გვაქვს შუაში? ტელეფონის ჩასადები ჯიბე, ამაში ჩაეტევა 2 ტელეფონი მარჯვნივ მარცხნივ, 2 USB Type-C პორტი, გაორმაგებული დეფლექტორები, ანუ ერთი დიდი დეფლექტორია და შიგნით უკვე იცვლება მარჯვენა და მარცხენა მხარე. ხედავთ, აქ გვაქვს ტელეფონის ჩასადები. რატომ? იმიტომ რომ აქ არაყენია მაცივარი, როგორც აქამდე გაჩვენეთ, წინ არის ღრმა armrest-ი ხელის ჩამოსადები და ეს ნიშნავს იმას, რომ მაცივარი ამაზე არ არის დაყენებული. ეხლა კი გადმოვჯდეთ ჩვენ საყვარელ ადგილას. ბრტყელი იატაკია და მოძრაობა ავტომობილში საკმაოდ მარტივია. ზომის მიხედვით უკანა რიგში 2 აბსოლუტურად თავისუფლად ადამიანი დაჯდება, 3 შეძლებს 3 ადამიანი დაждდომას და მოგზაურობას ოღონდ დიდ დისტანციაზე არა. მე მინდა გითხრათ, რითი განსხვავდება მარჯვენა მხარე და მარცხენა მხარე კონკრეტულად ამ ავტომობილში. იცით? გეტყვით.
იმითი რომ მარჯვენა მხარეა და მარცხენა. მეტი ამ ავტომობილში არანაირი განსხვავება არ არის საითხარეს იჯდებით. არანაირი მაგიდა აქ არ გაქვთ, არაფერი ერთადერთი თუ დაყენებთ აქ აქსესუარს და ამით ყველაფერი მორჩა, რასაც მივყევარ იმ შეკითხვამდე, თუ რატომ მეგობრებო არის ესეთი აჟიოტაჟი ამ ავტომობილზე. რა ზღებულობთ ამ ფასში, ამ ავტომობილში? ნუ თუ თქვენ ვერ მიიღებთ უკეთეს ხარისხს, შედარებით უფრო იაფიანი, მაგრამ მაღალი კლასის ავტომობილში. აქ გაქვთ რა? შეხედეთ, ეს არის პლასმასი, რომელსაც გადააკრეს ზევიდან ნაჭერი და უბრალოდ უსმინეთ ხმას. რატომ ესეთი ძვირი და რატომ ესეთი ვაუ ყველას მოსწონს? მე ვერ გებულობ, იქნებ თქვენ გაიგებთ. თუ გაიგებთ, მოგწერეთ კომენტარებში, რატომ არის ამ მანქანაზე ესეთი აჟიოტაჟი. უკანა სავარძლიდან ყველაზე კარგი რაც არის, უკანა სავარძელზე, ეს არის პანორამული სახურავი, რომელიც ჩაბურულია, ეხლა მზიანათებს გარეთ და მე შემიძლია გამჭვირვალე სათვალეებით პანორამული სახურავით პირდაპირ უყურო მზეს და არ მაჭერს თვალებში არანაირად. თუმცა როგორც ვიცი, Max ვერსიაში ეს არის ამ ავტომობილის უმაღლესი კომპლექტაცია, შეიძლება მივიღოთ პანორამული სახურავი, რომელიც იცვლის ჩაბურვის დონეს, როგორც იყო Zikr 001-ში, როგორც გვახსოვს. არანაირი დეფლექტორი აქვს, უბრალოდ პატარა სპიქერი, არანაირი ექსტრა მაგიდები და არაფერი. ქვასავით პლასმასის, რომელსაც გადააკრეს ნაჭერი ჩვეულებრივად და ერთადერთი რა თქმა უნდა დიზაინერული გადაწყვეტილება, როგორიც არის ალკანტარა ხე, ტყავი, პლასმასი. მეტი ამ მანქანაში. უკანა სავარძელზე არაფერი არ არის. წავიდეთ და ვნახოთ აბა რა ხდება საბარგულში. იქნებდა ამ ავტომობილს რაღაც სუპერ საბარგული აქვს. იმიტომ მოსწონს ხალხს ესე დიზაინის გარდა. გააკეთეთ რა ღილაკი აქ, რა მოხდება ზევით, რატომ მაინც და მაინც იმ ადგილას, რომელიც გაჭუჭყიანდება ყველაზე მაგრად ცუდა მინდში. საბარგული ღრმა ჩაეტევა 2 ჩემოდანი, რაც კი ეხება აქსესუარებს და პორტებს, ვიზუალურად ჯერჯერობით არ ჩანს არაფერი, ხოლო გვერდზე გვაქვს ბადე და როზეტი 12 ვოლტზე. ქვეშ გვაქვს ღრმა საკმაოდ საცავი და პრინციპში მეტი არაფერი მეგობრებო. ეს არის Xiaomi SU7 Ultra. ხალხი ამ მანქანაზე გიждდება და ამბობს მინდა ვიყიდო, რიგებში დგას თვეები, 6 თვე ელოდებიან სანამ გამოვა ეს ავტომობილი ქარხნიდან, უყვეთავენ რაღაც დამატებით კომპლექტაციებს, მთელი ამბავი. დღეს თუ გინდათ შეიძინოთ ეს ავტომობილი, ან უნდა გადამყიდველისგან იყიდოთ, უკვე იმ აქსესუარებით და იმ ოფციებით, რომელიც მან თავისთვის შეიძინა, ან ამოირჩია, რომ ესე უნდა იყოს, ან თუ გინდათ თქვენი ოფციები და თქვენი აქსესუარები ამოირჩიოთ, უნდა ელოდოთ 6 თვე. რა თქმა უნდა, 3 რაღაცა გაქვთ: ავტომობილის ფასი, გადამყიდველის შემთხვევაში ავტომობილის ფასი, გადამყიდველის ფასი და კონკრეტულად იმ აქსესუარების ფასი, რომელიც კონკრეტულმა რომელიღაცა გადამყიდველმა თავისთვის ამოირჩია და გადაწყვიტა, რომ ეს თქვენ მოგეწონებათ. მომისმინეთ. ავტომობილში, რომელიც არის ესეთი პოპულარული და ღირს ძვირი. რატომ აი ეს? რატომ ვერ მოიფიქრეს, რომ დაეფარათ რკინა, არ ჩანდეს აი ეს სპიქერი ესე და არ კონდეს დასვარკული უკაცრავად სიტყვისთვის ადგილები და ვინტები რაღაცეები შიგნით. რატომ Xiaomi? რატომ აკეთებთ ესეთ რაღაცას? გავაღოთ ავტომობილის წინა ნაწილი, ვეძებთ სად არის დასაჭერი ღილაკი და ვხვდებით, რომ დასაჭერი ღილაკი აქ არ არის, უნდა გააღოთ მონიტორიდან. დავაჭირი მონიტორზე, პრინციპში ინტუიტიურად მისახვედრია, იმიტომ რომ მანქანა ხატია და ავტომობილზე აჭერთ იმ ადგილს, რომლის გაღებაც გინდათ.
მოგატყუებთ რომ გითხრათ რომ ძალიან პატარა ადგილია, არა, ამ საბარგულში არის საკმაოდ ნორმალური მოცულობა, აქ შეგიძლიათ თუნდაც დიდი სპორტული ჩანთა ჩადოთ, აქედან ჩაასხავთ წყალს და ისევ ალბათ მე ზედმეტად ბევრ რაღაცას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ როდესაც წყლის ჩასასხამი გაქვთ იქ, სადაც უკვე დაფარული ზონაა, აი ეს რეზინები, ხო? აი ეს რეზინები ფარავს იმას, რომ აქ არ ჩავიდეს წყალი. მაგრამ წყლის ჩასასხმელი გაქვთ კონკრეტულად იქ, სადაც უნდა ჩადოთ ბარგი. ანუ ჩაასხით და ჩავიდა შეგი წყალი. გააკეთეთ ეს აი აქ. რა მოხდება? არა. აქ არის ვინ ნომერი და აქ აწერია, რომ ამ ავტომობილის მოტორებს შეუძლია განავითაროს 21,000 ბრუნვა წუთში. 220 კილოვატი და 400 ნიუტონ-მეტრი. ეს ხატია აქ. Xiaomi SU7-ის ჭრიჭინ ტესტი. დავიწყეთ. იცით? ცოტათი მოძრაობს დეტალები ზოგიერთი, მაგრამ არ ჭრიჭინებს. მონიტორი ძალიან პარად დგას. ეს სანომრე ნიშანია, ეს მანქანის ჭრიჭინი არ იყო. უსმინეთ. სამწუხაროდ, მაგრამ ჭრიჭინებს. ეს არ ჭრიჭინებს. კონსოლი არა. ოიმე. არა. არა. ერთადერთი. უბრალოდ მოძრაობს პლასმასი, ანუ მოძრაობს დადის ზევით ქვევით. ერთადერთი ნაწილი, რამაც ვერ გაიარა ჭრიჭინ ტესტი ამ ავტომობილში არის ეს. დანარჩენ ინტერიერმა გაიარა ჭრიჭინ ტესტი. წავედით SU7-ის ტესტ დრაივზე. მეგობრებო, გავედით ტესტ დრაივზე Xiaomi SU7-ის. პირველი რაც მოხდა თვალებში ეს არის ის, რომ ძალიან პატარა უკანა საქარე მინა აქვს. რაც ნიშნავს ის, რომ კამერის გარეშე საკმაოდ რთულია ამ ავტომობილის პარკინგი ან მოტრიალება. კომპაქტური ინტერიერი არ გეგონოთ. მე ღვედე შეკრული მაქვს, უბრალოდ კამერას რომ არ მიედოს, ამიტომ ჩამოვიწიე ქვევით. რა ხდება? პირველ რიგში ვადარებ რაღაც ორიოდი სიტყვით ვადარებ YU შვიდს. ეს არის blind spot-ები, ეგრეთ წოდებული blind spot-ები, ეს არის არეალი, რომელიც მიფარავს მე პერიფერიულ ხედვას. ამ შემთხვევაში არ მიფარავს, იმიტომ რომ სარკეები არ აქვს ისეთი დიდი, როგორც YU შვიდს. მიუხედავად იმისა, რომ სარკე არის საკმაოდ პატარა, არ აქვს ჩარჩო და ბევრი რამ ჩანს შიგნით. გავატაროთ ადამიანი და წავედით ტესტ დრაივზე. ყველაფერი კომპაქტურია. საჭე თავიდან მეგონა რომ იქნებოდა პატარა, მაგრამ აღმოჩნდა რომ საკმარისი ზომა არის იმისთვის. ესეთი ინტერიერისთვის ყოველ შემთხვევაში და შეხედეთ როგორი სუპერ მაღალი კონტრასტულობის და მკაფიო გამოსახულება არის ამ მონიტორზე. ესეთი რაღაცა მე სხვა ავტომობილზე არ მინახია. შეხედეთ რა მკაფიოდ აჩვენებს ყველაფერს და რა კარგად მიხატავს ლიდარი ყველაფერს, რაცაც ხედავს წინ. მონიტორი შეიძლება გაგრძელდეს მთლიანად, გავაფართოვო, შემიძლია შევამოკლო, ასევე მუსიკა და entertainment-ი და ასევე ისევ და ისევ. თუ ხმარობთ Android-ის ტელეფონს, შეგიძლიათ
ნახოთ უკაცრავად შეგიძლიათ მარტივად გამოიყენოთ ეს მონიტორი, იმიტომ რომ ძალიან წააგავს Android-ის ფუნქციონალს. გადავიდეთ ჩვეულებრივ სტანდარტულ ეკრანზე, გვაქვს ყველანაირი მარტივად მისაგნები და ინტუიტიურად გასაგები მენიუ, სადაც შეგვიძლია ჩავრთოთ კონდიციონერი, კლიმატ კონტროლი და სხვადასხვა ფუნქციები, ისეთი როგორიც არის მასაჟი და ასე შემდეგ. ანუ არ გაგიჭირდებათ პრინციპში ამ ავტომობილის ხმარება და არ გეგონოთ რომ ამას ისეთი მენიუ აქვს რთული ან რაღაც მაგის-მაგვარი არა. ვზივარ დაბლა, ვზივარ თითქოს სპორტულ ავტომობილში. დავაჭირე აქსელერატორს და აკრიფა. გიჟივით არ აკრიფა, მაგრამ არ დამიჭერია ბოლომდე. ყოფნის თავისი სიმძლავრე ამ ვერსიას, პრო ვერსიას ყოფნის. ვზივარ, რაც საკვირველია, ყოველთვის აი აქ მიდევს ხოლმე ხელი, შემიძლია ძალიან გემრიელად ჩამოვდო აქ, იმიტომ რომ ვზივარ, ყველაფერი ჩემს ირგვლივ არის მორგებული. ანუ ამას ქვია ავტომობილის ერგონომიკა. ამ ავტომობილს არ აქვს head-up display, არ აქვს ხუდი, ანუ პროექცირება საქარე მინაზე არ ხდება. არაფერში არ მჭირდება ეს პროექცირება კონკრეტულად ამ ავტომობილს. შვენივრად ხედავ ყველაფერს. ამასობაში მერთვება დამატებითი ციფრული სარკეები დიდ მონიტორზე, როდესაც უხო მარჯვნივ და მარცხნივ. ხედავთ ხო კამერაზე როგორ მაქანავებს. აი. დავარღვიე. შეხედეთ, როგორ მაქანავებს. ეს არის საკმაოდ უხეში შეკრული ავტომობილი, რომელსაც აქვს სპორტული ხასიათი, სადაც იგივენაირად როგორც YU7-ზე ეს არ არის ავტომობილი, რომელიც კომფორტით, ჩაწვებით, ივლით და ვერ იგზნობთ გზის ხარვეზებს. თუ ჩინეთში ესეთ იდეალურ გზებზე და დამერწმუნეთ ჩინეთში იდეალური გზებია. თუ ჩინეთში ესეთ იდეალურ გზებზე თქვენ გრძნობთ გზის ხარვეზებს, წარმოიდგინეთ სხვა ქვეყნებში რა შეგრძნებები იქნება, სადაც არც თუ ისე იდეალური საფარი არის გზის. სამწუხაროა, მაგრამ თუ გინდათ რომ ავტომობილი მყარად იდგეს ასფალტზე, დადიოდეს და არ ქანაობდეს იქით-აქეთ, უნდა გადაიხადოთ ის, რომ ეს არის საფასური იმისი, რომ ავტომობილი კარგად დგას გზაზე, თითქოს არის მატარებელი და მოძრაობს რელსებზე, მაგრამ არის უხეში. დავაჭიროთ აქსელერატორს, გაზის პედალს, როგორც ეძახიან, ბოლომდე 3, 2, 1. ოპა! ვერ ვიტყვი, რომ 100. აი, რამდენი ხანი დაჭირდა ამ ავტომობილს რეალურ ცხოვრებაში, რომ აკრიფოს 100. ეს მეგობრებო, ლინკენკო არ არის, ეს არ არის ზიკრი. 5 წამი უწერია ამ ავტომობილს 100 კილომეტრამდე და იცით, იგრძნობა. არასდროს არ იფიქროთ, არ დაიწყოთ ჰეიტერებმა კომენტარებში იმის წერა, რომ რას ამბობ, 5 წამი რამდენია, რა ამბავია, ამდენ სიხდი ავტომობილში იცით, თუ ეს ავტომობილი თქვენ მოგწონთ და იხდით ამ თანხას ამ ავტომობილში, დამერწმუნეთ. ეს არის ელექტროავტომობილი, რომელშიც მთელი თორქი, მთელი ნიუტონ მეტრები, ანუ მთელი სიმძლავრე იმ ელექტრომოტორის, რომელიც უყენია, გაქვთ აბსოლუტურად 0-დან. ეს არ არის გადაცემათა კოლოფი, რომელიც უნდა ძრავი, რომელიც უნდა დატრიალდეს, შეეხამოს რაღაც კონკრეტულ ბრუნვებს, რომ გადაირთოს სიჩქარე, არა, აქ ეგრევე გაქვთ პირდაპირ მთელი თქვენი სიმძლავრე და დამერწმუნეთ, არ იქნება, მე ესე მიმაჩნია, თქვენ თვითონაც გამოსცით და ნახავთ, არ იქნება ისეთი სიტუაცია გზაზე, სადაც თქვენ არ გეყოფათ ამ ავტომობილის სიმძლავრე. ანუ ვერ გადაასწროთ ვინმეს ან რაღაც მაგის-მაგვარი არა. რას ამბობთ მეგობრებო? 5 წამში 100 კმ/სთ. მოდით ახლა ჩვენ აქ მოუტრიალდეთ და გავაკეთოთ იმის დემონსტრაცია, მარტივია თუ არა ამ ავტომობილის მოტრიალება ვიწრო გზაზე. ვიწრო გზა. მოვედით, შევეკვეხოთ აი აქ. მოვატრიალე, ვიყურები სარკეში. ინფორმატიული არ არის. ჩავრთე, მაგრამ შეხედეთ რა კამერებია და რამდენი ინფორმაცია მაქვს ამ კამერაზე. პრინციპში შემიძლია არსად არ გავიხედო, არც სარკეში, არც გვერდზე შუშაში, არსად საერთოდ შემიძლია ავტომობილი ვატარო ამ კამერებით მეგობრებო. დავიძარი, ჩაქრა და მიჩვენებს უკვე მე მომწონს, მე ძალიან მომწონს, როდესაც მთელ ეკრანზე არის ჩართული აი ეს 3D ლიდარიდან გადმოცემული გამოსახულება.
იცით რა შეასაქმე? თუ ბურუსია ქუჩაში, თუ ვერ ხედავთ ვერაფერს გზაზე, მაგრამ მაინც უნდა იმოძრავთ, ვერ ჩერდებით რა, რაღაცას მთაში ხართ, სადღაცას, რა ვიცი, რაღაცას მოგზაურობთ, კონკრეტულად ამ ავტომობილით და ვერ ხედავთ. მეგობრებო, როდესაც გაქვთ ლიდარი, მინიმალური ოფცია გაქვთ იმისი, რომ ნელ-ნელა იმოძრავთ ჩართული ავარიული სიგნალით, რომელიც რასაც ვერ ვიტან ამ ჩინურ ავტომობილებში, ეს არის აი ზევით უნდა დააჭიროთ ამ ღილაკს, მოკლედ უნდა ყოველთვის გაარტყათ თითი, რომ ეს ღილაკი იპოვოთ, მაგრამ ისევ და ისევ შეხედავთ ეკრანს, მონიტორს, ლიდარი გაჩვენებთ თუ რა არის ირგვლივ და თუნდაც პრაქტიკულად 0 არა, მაგრამ 3-4 მეტრის ხედვის არეალში, სადაც ბურუსია და ვერაფერს ვერ ხედავთ, ამითი მაინც იმოძრავებთ და იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ეს არის, მეგობრებო, ავტომობილი, რომელზეც არის ძალიან დიდი მოთხოვნა. თავისი ეშხი აქვს. ესეთი ავტომობილი სხვა ალბათ არ არის, შეიძლება რაღაც წააგავდეს და ამაში თქვენ იხდით თანხას. სიჩუმეში, კონკრეტულად ამ ავტომობილის შემთხვევაში, ეს არის სკელი, მაგრამ არა ორმაგი შუშები. ეს სკელი შუშაც კაი იზოლაციას გაძლევთ. ერთი წამით გავაჩერებ მანქანას და გეტყვით რას. შეხედეთ, აი მე ვზივარ. მე აი ასე უნდა ვიჯდე, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის კომფორტული პოზიცია. სადაც ნახევრად გაშლილი ფეხები მაქვს, კარგად ვარ მორგებული, მაგრამ მარჯვენა ხელი მიდევს საკმაოდ წინ. ალბათ, რა ვიცი, გრძელი ხელები მაქვს, ვითომ არა. სხვა წინ წაიწევა და იგივე სიტუაცია იქნება. ფანჯრის ჩამოსაწევად უნდა გამოვწიო ხელი აქეთ. ანუ ფანჯრის ღილაკები მაქვს აქ. წარმოიდგინეთ, მოძრაობ და უნდა გავაღო ფანჯარა. ვერა, უნდა გავწიო ხელი უკან, ანუ გავწიე ხელი უკან და ჩამოვწიე ფანჯარა. რატო არ შეიძლება და ამ ღილაკების გაკეთება ცოტათი წინ? იქ სადაც მე თითები მიდევს კარების გასაღებ ღილაკზე. როდესაც უნდა მედოს ფანჯრების ჩამოსაწევ ღილაკზე. პირიქით უნდა იყოს რა, შაუმი, რატომ? მე მოძრაობ და კარები დახურული მაქვს, მე ფანჯრის გაღება მინდა. და არა მე მოძრაობ და კარების გაღება მინდა გზაზე, ხო? რატომღაც ჩემს ლოგიკაში ეს ვერ ჯდება. რატო? არ ვიცი. თუ გნებავთ რომ ეს ავტომობილი იგრძნოთ, ეს ავტომობილი გამოცადოთ და აი ეს ყველა ნიუანსები, რასაც მე გიყვებით, შეიგრძნოთ, აუცილებლად ამ ავტომობილზე უნდა დაჯდეთ, მაგრამ იცით რა შეასაქმე? თუ არ გაქვთ გამოცდილება ჩინური ავტომობილების ტარების და ჩინური ავტომობილების გამოცდილება არ გაგაჩნიათ, აუცილებლად უნდა შეადაროთ ეს ავტომობილი სხვას, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ვაკეთებ SU7-ის test drive-ს, მაინც ვერ ხვდები. რატომ მაინც და მაინც SU7? უახლოვდება დასასრულს Xiaomi SU7-ის მიმოხილვა, როგორც იცით, როგორც მოგიყევით ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდა ამ ავტომობილის გამოყვანა, არ შეიძლება და გადაღება, მაგრამ ჩაინაკარსისთვის არაფერია შეუძლებელი. შევძელით, გადავიღეთ, ეხლა კი მინდა კითხოთ ერთი რაღაცა. პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, რომ დაგვისვათ ლაიქები, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და მოგწეროთ კომენტარებში, თუ რას ფიქრობთ. ნუ თუ ვცდები და ზედმეტს ვამბობ, როდესაც ვამბობ, რომ ეს ავტომობილი არ ღირს იმდენი, რამდენიც ღირს. რატომ უნდა მიიღოთ თქვენ ამ ფასში ესეთი მასალები? ძალიან უხეში პლასმასის შიგნით, ელემენტარულად დაუფარავი საბარგული, მეგობრებო, სადაც სპიქერი ჩანს შიგნით. რატომ ესეთ ფასში, როდესაც შეიძლება იგივე მაღალი კლასის ავტომობილი შეიძინოთ, ისეთი როგორც არის თუნდაც ზიკრი ან ლინკენკო, ბევრად უფრო ნაკლებ ფასში და იგრძნოთ ბევრად უფრო ბევრი სიამოვნება ავტომობილში. რატომ აქვს ამ ავტომობილს ესეთი დიდი აჟიოტაჟი? მოგწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ თქვენ და ლაიქეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ, ჩვენ კი გავაგრძელეთ თქვენთვის მუშაობა იმისთვის, რომ ნახოთ ყველაზე ახალი ავტომობილები, ყველაზე პირველები გაჩვენებთ ჩვენ. აბა კარგად.